იცოდი, კარგი სოციმედია აღწერა პოსტის ჩართულობას და ხილვადობას 10-დან 20%-მდე ზრდის. პირველ რიგში უნდა გაანალიზდეს თუ როგორ საუბრობს ბრენდი, ხუმარა, ავტორიტეტული ტონით, სერიოზული თუ მეგობრული. სწორედ ბრენდის იდენტობის საფუძველზე უნდა შეიქმნას ტექსტები და იმ მიზანზე, რომელსაც პოსტი ემსახურება. დასაწყისში აუცილებელია რაღაც ისეთის თქმა, რაც ყურადღებას მიიპყრობს. შემდეგ იწერება ისეთი რამ, რაც ყველაზე მეტად შეესაბამება შინაარსს. ნომერ პირველი მეტრიკა, რომლითაც საზღვრავს სოციალური ქსელი პოსტის ღირებულებას, ეს არის ჩართულობა. ვინაიდან სოციალური მედიის მთავარი მიზანი არის ადამიანები დააკავშიროს ერთმანეთს. ხოლო ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორიც არის შენ რას ფიქრობ და კომენტარი ან მონიშნე მეგობარი, ზრდის შანსს, რომ ხალხი ჩაერთოს პოსტში. ბოლოს არ უნდა დავუწყოთ მოქმედებისკენ მოწოდება call to action-ი. ანუ რა გინდა რომ მნახველმა გააკეთოს საბოლოოდ, იყიდოს პროდუქტი, დარეგისტრირდეს, ფორმა შეავსოს, გამოგიწეროს თუ რა ქნას. მე თვითონ სოციმედია მარკეტინგზე გამომიწერე.